ფილმი გახმოვანებულია geo.saitები.gis მიერ. შეიძლება ჩემი საქმე არაა, მაგრამ ჯეისი და კრეო აქეთ მოდიან, რომ აქ ჩეხონ. ვიცი. წადი. ფრთხილად იყავი. გზიდან მომშორდი. ამ ნაბიჯს ხედავთ? ფიქრობს, რომ განსაკუთრებულია. უნდა რომ მარტო იყოს როგორც განავალი, ხო? არ უნდა დანარჩენ ნიგერებთან ერთად იყოს. გონია ვერაფერს ხვდებით? აქ ასე არ გამოვა ნაბიჯვარო. მალე აქაურობას მოგაშორებთ. გესმის? გონი ყრუა, აჯობებს ასე არ გვეთამაშო. შენაერი ნაბიჯვრები ბევრი მინახავს, რომელიც ყოველდღე წაკოზულები იყვნენ. გესმის, რას გეუბნები? შენ გელაპარაკები. ახლა 5-მდე დავითვლი. ეს ნაბიჯვარი მე მეუბნება? 1. გესმით რას ამბობს? 2. გაიგონეთ რა თქვა? 3. შენ ახლა სიკვდილის განაჩენს ხელი მოაწერე. ჯანდაბა. შენი დედაც. მინდა რომ ყველას გააგებინო. მინდა ამ კედლებში ყველა ნაბიჯვარმა იცოდეს. თუ ჩემთან საქმის დაჭერას აპირებენ, არ ეცადონ. ჯანდაბა, მეგობარო, ძალიან ცხელა. დედა შენს უთხარი თავისი დიდი ტრაკი ფანჯრიდან გადმოყოს და ცოტა ჩრდილი გექნება. წადი შენი. აი ისიც. სალამი. როგორ ხარ? კარგად ხარ? რა შურები? აბა რას ფიქრობ? მოიტანე? მიდი დათვალე. მე დავითვლი. კარგია? ყველაფერი რიგზე, მიდი მიეცი. გაეთრიეთ აქედან, სანამ ისევ პოლიციას გამოუძახებ. წადი შენი ბებერონა ბიჭორო. უკან ტელევიზორთან გაეთრიე. დამპალი ნაბიჯვარე. ისევ მოვიგე. ხომ გითხარი სამსვლაში მოგიგებთ ხო? გმადლობ პატარავ. ხომ იცი ეს რაღაც სიცხეს იწვევს?
მადლობა ღმერთს ჩრდილისთვის. მისტერ, ოთახს ეძებთ? დიახ. წამომყევით. თამარა, ეს კაცი საცხოვრებელ ოთახს ეძებს. ჯარედ, საუზმის დროა პატარა. შემიძლია დაგეხმაროთ. გარეთ ეწერა რომ ოთახი ქირავდება. ცოტა განიავება სჭირდება. შვენიერია. იცოდეთ რომ ბავშვები მყავს და აქ წესებით ვცხოვრობთ. არანაირი განგსტერები, არანაირი იარაღები და არანაირი მუსიკა. არც ქალები. ასე რომ შეიძლება ეს ის ადგილი არაა, რომელსაც თქვენ ეძებთ. ზუსტად ის ადგილია, რომელსაც ვეძებ. რა გქვია? ძვალი დამიძახე. მისტერ ძვალო. ფული მომეც. პრობლემები ხომ არ იქნება, მისტერ ძვალო? არა. მიდი პატარა. ძალიან მაგარია. მიდი დაარტყი. და გამარჯვებული კვლავ ნიუ-იორკის სისტემის ჰომოსექსუალი, ველური ცხოველი, შიშის დამაარსებელი, კვლელი და ბანდიტი დედიკოა. აი ასე პატარავ. შემდეგი ბრძოლა. ეს სერიოზული საქმეა, ხუმრობა არ არის. მზად ვარ. წამოდი დავიწყოთ. რა ხდება? სამი ერთზეა. ქალბატონებო და ბატონებო, ნიგერებო და ზანგებო, შემდეგი მებრძოლი ჩვენი ცნობილი ვარსკვლავია. ნახევრად კაცი, ნახევრად კი რკინა.
მისის სტიქია იარაღი და ლუდია. ეს ნაბიჯვარი, ხო? აი ეს ნაბიჯვარი. სტეიკებს პირდაპირ ცოცხალი კამეჩის ტრაკიდან ჭამს. მე ვლაპარაკობ მკვლელზე დალასიდან. ყველა მივესალმოთ ჩვენს კოუბოის. ჯობია მზად იყოთ. ახლა ის ყველაზე ძლიერს გამოიყვანს. ხომ ყველამ კარგად იცით რაზეც ვლაპარაკო? მე ვლაპარაკობ ადამიანზე, რომელიც ზულუს ნაციიდანა. სამი ერთთან, დიახ, სამი ერთთან. ჰამერზე? გასაგებია. ყველაფერი ახლა იწყება. ჰამერმენი! ვიცი რომ ეს ნაბიჯვარი ძალიან დიდია, მაგრამ არა უშავს, შენ მასზე ორჯერ სწრაფი ხარ. მასზე ძალიან სწრაფი ხარ, სულ უნდა იმოძრაო და დაღალო. შემდეგ კი ძვლები უნდა დაამტვრიო. მზად ხარ? მედი მოკალი. არ მეშინია. დებილი ნაბიჯვარი. დაიწყეთ! ჰამერ დამთავრდა, ბრძოლა დამთავრდა. ჰამერ დამთავრდა, გეყოფა, ბრძოლა დამთავრდა, დასრულდა. დასრულდა. და გამარჯვებულია კიდევ ერთხელ ჰამერმენი. რა შემიძლია ვთქვა? ქუჩებში ყველაზე ძლიერი მებრძოლი ყავს. რა თქმა უნდა. არ გადაითვლი? მე შენ გენდობი. რაიმე მიზეზი მაქვს რომ არ გენდო? არა, კარგია. არ გინდა. რა ჯანდაბა გინდა? ჩემი დისკები გინდა? არა, დისკები არ მჭირდება. აბა რა გინდა? მინდა ჰამერმენს ვეჩხუბო. ხო, მე კი ბიონსეს გაჟიმვა მინდა. როგორც ჩანს ახალი მებრძოლი გჭირდება. ესე იგი მებრძოლი ხარ? იცი რა? ბევრი მებრძოლი მყავდა, რომლებიც ყველას ერეოდნენ, მაგრამ ყველა ჰამერმენთან დამარცხდა. შენ რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული? ბრძოლა მომიწყვე და გაჩვენებ. პირველ რიგში ფული არ მაქვს ბრძოლის მოსაწყობად. მეორე კი ჰამერმენი უცნობებთან არ ჩხუბობს. შენ არც სახელი გაქვს და არც არაფერი, საერთოდ ვინ ჯანდაბა ხარ? და მესამე, რატომ უნდა დავდო ფული მებრძოლზე, რომლის ჩხუბით ჯერ არ მინახავს? შენ გონი რაღაც კრეკს ეწევი. $260. მომიწყვე ბრძოლა ნებისმიერთან. და მე რას მივიღებ? 20%-ს. შენ ფულს თუ გამოიყენებ 40%-ს. კარგი. აი ჯეიმს ფრანკლინიც. მინდა ჩემს ძველ მეგობარ დერილს ფული გადავუხადო. კარგი. ყველაფერი მზადა. კარგი ბიჭაკია. ესე იგი აქ ხარ ჯეიმს? ხო, რაღაც საქმეები მაქვს მოსაგვარებელი, ხომ იცი? გავიგე რომ ცოტა ოჯახში გიჭირს, მართალია? საერთოდ არ მიჭირს. ანჯელა.
ჯეიმს, ჩემ ახალ მებრძოლს იცნობ? რა ჯანდაბას გეძახიან? ძვალს. ძვალი. მე მას ძვალს ვეძახი, რადგან ყველას ძვლებს უნდრევს. შენს ტრაქში, პატარა აზიელო. დედი. წავედით ბიჭებო. ნება მომეცი რჩევა მოგცე. ჯობს დაბრმავდე, მოკვდე ან რა ვიცი, მგლებმა შეგჭამონ. მაგრამ ამ გოგოს ასე აღარ შეხედო. რა? ასე აღარ მოიქცე. რა? ისე ნუ იქცევი თითქოს არ იცი. რა? კიდევ ერთხელ გაიმეორე რა. ხოლოდ კიდევ ერთხელ თქვი რა. რას გულისხმობ? ჯეიმს, მივდივართ? დერილთან წასვლა გინდათ? გავიგე რომ შელიაცხობს. სახლში წაიყვანე. წავედით, ანჯელა, წამოდი. მეგობარო, $260 მაქვს, მხოლოდ $260, მიდი რა 10-1-თან მოვაწყოთ. არანაირად, 5-1-თან. 5-1-თან რატომ კლავდი? ეს საუკეთესო ფსონი არის იმიღებად შეგიძლია. კარგი, ასე იყოს, 5-1-თან და შენი ბიჭაკი. ყველა მომისმინეთ, ყველა ახლოს მოიწიეთ. კიდევ ერთი ბრძოლა გვაქვს. ახლოს მოდით, რადგან ქალაქში ახალი მებრძოლია. ის გამოგზავნილია, რათა ყველა გაანადგუროს. დიდოელ, მზად ხარ? დიდოელ, მიდი ბოლო მოუღე. მიდი პატარა ძვლები მოტეხე. მაშ კარგი. დავიწყეთ. დეკ, მიდი ფული მომეცი. პერფულს გავაკეთებთ, მე და შენ პარტნიორები ვართ. ყველაფერს მოვაგვარებთ, მდიდრები გავხდებით, შენი დახმარებით, ყველაფერი გამოვაგესმის, პატარა ბრძოლები აქა-იქ და შემდეგ ძლიერებზეც გადავალთ. ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ აქაური ნაბიჭვრები ვერც მიხვდნენ რა მოხდა. შემდეგ კი პირდაპირ, ამის დედაც პირდაპირ ჯეიმსთან, რადგან ნამდვილი ფული მხოლოდ მასთან ტრიალებს. ამ ნაბიჭვარს ცოტა ფრთხილად უნდა ეთამაშო, თორემ თუ რამე არ მოეწონა, აუცილებლად მოგკლავს. უბრალოდ სწორად უნდა მიუდგეთ. იმ ხელაფსონები უნდა მივიღოთ, რამდენიც გვინდა. შემდეგ კი ამ ნაბიჭვარ ჰამერმანსაც გავესტუმრებთ. ჰამერმენი ჯერ არ დამარცხებულა, მაგრამ გული მიგრძნობს, მისი დამარცხება არ გაგიჭირდება. გოგოზე რას მეტყვი? ჯანდაბა, არა. მეგობა რომ ასე ფიქრებს უნდა შეეშვა. უნდა დაივიწყო და გონებაში აღარ გაგიელოს. დამიჯერე, არაფერი გამოგივა. გოგოზე მომიყევე. ის ჯეიმსის ქალია, მხოლოდ ეს ვიცი, მეტი არაფერი. ამის დედაც. ანჯელა სოტო, ეს მისი სახელია. ჯეიმსმა ცხოვრება გაუმწარა. ანჯელა ადრე დაქორწინებული იყო. იმ კაცის სახელი დამავიწყდა. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა. ჯეიმსმა რაღაც გაუჩალიჩა და ციხეში ჩასვა. თვითონ კი გოგონას გვერდით მიუჯდა. მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ ანჯელა ორსულად იყო. იმ ნაბიჭვარმა კი საავადმყოფოში წაიყვანა და ბავშვი მოაშორებინა. ამის შემდეგ ანჯელა ნარკოტიკებზე შეჯდა და მისი ცხოვრება დღითიდღე უარესდებოდა. აღარასდროს თხოვ ამ ისტორიის მოყოლა. იცოდე აღარასდროს გაიმეორო, თორემ არ ვიცი რას გიზამ. ხომ გაიგე ის თქმა მინდა? რა თქმა უნდა. ეს ტიპი ყველაზე მაგრად თამაშობდა. პირველივე თამაში ბევრს მიაღწია.
არწივივით იყო. ხო, არწივივით. დაჯერება არ შემეძლო, მოიცა ეს დერილს მახსენებს. ფრანკლინი გახსოვთ? მეგობა რომ ფრანკლინზე ნუიდარდებ. წავალ მუსიკას ჩავრთავ. ხო, მე მივხედავ საყვარელო. კარგი. ხო, ყოველთვის იგივე ტაქტიკით ვთამაშობდი. ეს ბიჭი მართლაც პირველი იყო. თეთრკანიანის სიმღერა? მერე რა მოხდა? ძალიან კარგი სიმღერაა, ხო მეთანხმები? ხედავ, სიმღერაც კი იცის. მიდი, ჩემთან ერთად იმღერე. ხედავ, ჩემთან ერთად იმღერეთ. In our dance hall days, we were cool on craze. When I, you, and everyone we knew could believe, do, and share in what was true. დერილ. პირადული არაფერია. მოდი აქ. ღმერთო ჩემო. მოკეთე. ენა ჩაიგდე. ხედავ რას დაემსგავსე. შენში მხოლოდ ნაგავი დარჩა. ეს რა მუსიკაა? ეს ახალი სტილია. ძალიან მაგარი სიმღერაა, ყველა ამას უსმენს. კარგი, ახლა გათიშე. ჩემს სახლში ასეთი სიმღერების ადგილი არაა. ჩემი ბრალია. ეს რამე ახალია? ეს ახალი ტელეფონია. საუკეთესოა. ნახე, როცა ვინმესთან რეკავ კოდს აკრიფავ და GPS-ი ავტომატურად გიჩვენებს თუ სად ხარ. მაგარია, არა? ეს მე რომ გამიკეთო აუცილებლად მოკლავ. გეხუმრები. ამას შეხედე. ერთი დარტყმა და ქაღალდის სახლივით წააქცია. საიდან არის? ეს მხოლოდ პუმბამ იცის. კარგი. ჩემი ბიჭები. ჩემი პატარები. უკან.
უკან შედით. რა გემართება? ჩინეთში ხომ ძაღლებს ჭამენ. შემოდი, მიდი, შემოდი. ნაბიჯურები. ვერ გავიგე? ეს ზაღლები ჰამბურგერის ლუკმასავით მიყურებენ. იმიტომ რომ არ იცი როგორ უნდა მოექცე. უბრალოდ უნდა აჩვენო ვინ არის უფროსი. მზად ხარ? რისთვის? უბრალოდ მითხარი რომ მზად ხარ. ხო, მზად ვარ, მაგრამ რისთვის? მოკალით. ჯეიმს, ხო, გეყოფა მეგობარო. მოაშორე ეს დამპალი ძაღლები. გაჩერდით. ახლა კარგად მომისმინე. წადი და ძვალზე ყველაფერი გაარკვიე, მასზე ყველაფერი უნდა ვიცოდე. უნდა გაგაფრთხილო, რომ ყოველთვის 3 ნაბიჯით წინ ვარ. დღეს კარგად გამოიყურება. ხო, ერთი შეხედე. შენი ველოსიპედი მოგწონს? ვიცი რასაც გრძნობ, ამას ხედავ? გინდა, რა მითხარი რომ გინდა? ჯარედ, დროზე მოშორდი მაგ ადგილს. თქვენ ნაბიჯრებო, დროზე აქედან გაეთრიეთ. წადი შენი. ბებერი ბაბუა და სქელტრაკა დედა. თქვენი დედაც. გინდა რომ დაბლა ჩამოვიდე. კარგი. ყველაფერი საუბრის მანერაშია. აქ ყოველთვის ასე აგვარებს საქმეს. ძვალო, წასვლის დროა, პარტნიორო. მოგიგე. რა? როგორ? 4 წლით წინ ვარ. აიღე. ჯანდაბა. თქვენი კომპანია არ მომწონს, მისტერ ძვალო. არც მე. მომისმინე, აქაურობა განსხვავებულია. აქ უფრო სერიოზული ბრძოლებია. ეს ნაბიჯრები ხელს კარგად იქნევენ. იმ თეთრიანს ხედავ, კარგად ჩხუბობს, თანაც ლამაზია, რა? უკვე აღარ. ჯანდაბა. და გამარჯვებულია ვერეტა ვენდეტა. აჯობებს ნუ გავაბრაზებთ. მართალია. დედ, როგორ ხარ მეგობარო? კარგად. კარგი, მომისმინე, ახალი მებრძოლი მყავს და $5,000. ვდებ, რა სიტყვი? ვინ არის? აი ეს ძვალი. შენი საუკეთესო მებრძოლი მის წინააღმდეგ. ჩემი საუკეთესო? სწორედაც მეგობარო. კარგი. ო, კარგი, 5,000. კარგი. კარგი, შემდეგი ბრძოლა. აქ ვიღაც ახალი მოვიდა სახელად ძვალი. როგორც ჩანს, ჩვენი ფულის წაღება უნდა. მაგრამ დღესღამით მას დაერხევა, რადგან ოქროს კბილთან უნდა იჩხუბოს. ყველას ნანახი აქვს ჩემი მებრძოლის ჩხუბი. როგორ ფიქრობთ, ვინ მოიგებს? კარგით. მზად ხართ? დაიწყეთ. ჯანდაბა, ერთი დარტყმა. ასეთი რა მოდესმე გინახავთ? მე არასდროს მინახავს. ჩემი კაცი ყველა შენ მებრძოლს დაამარცხებს. 2-1-ზეც კი, ბოზებო, 2-1-ზეც. ფული მომეცი ძმაო, მოიცა. რა თქვი, 2-1-ზე? შენ ხო ასე თქვი? ყველამ გაიგონეთ? 2-1-ზე იბრძოლებსო. აი ფსონიც 2-1-ზე. არა, რა ფსონი. დაწყნარდი მეგობარო. შენ თვითონ არ თქვი 2-1-ზე იჩხუბებსო. კარლოს, მანუელ.
მოიცა, არა, ეს ხუმრობა იყო. ეს შენი სიტყვებია. რა იყო შეგეშინდა? ბრძოლის გარეშე დანებდები? ამის დედაც წადი შენი. შენი დედაც. ჯანდაბა. ნახოთ თუ ასეთი კარგია როგორცაც ამბობ. დავიწყოთ. სისულელეა. გავაორმაგოთ. არა, ძვალო, მას უკვე ჩვენი ვალი აქვს. გავაორმაგოთ მერქი. ჯანდაბა მაგარია. მოაშორეთ ეს ნაგავი. ფილმი გახმოვანებულია ჯეო წერტილი საიდები წერტილი ჯის მიერ. რა ჯანდაბა? ესეც გაორმაგებული. კიდევ გავაორმაგოთ. დევიდ, ხოზე, ლორენცო, მოაშორეთ ეს ნაბიჯორი. ეს რა ჯანდაბა იყო? ეს რა ჯანდაბა იყო? 1 2 3 ყველამ დაინახეთ? თავიდან $5,000 იყო. გავაორმაგეთ და 10 გახდა. შანსი არაა. შემდეგ კიდევ გავაორმაგეთ და 20 გახდა. გინდა გავასამაგოთ? არა ნაბიჯორო, არავითარ შემთხვევაში. შენ ხომ თქვი რომ დამწყები იყო? თქვი რომ ბრძოლა ცოტა ხნის წინ დაიწყო. მითხარი რომ დამწყები იყო ნაბიჯორო. რა აზრი აქვს? შენ ხომ დამთანხმდი? დროა ფული გადაიხადო. ფული გინდა ნაბიჯორო? ჩემი ფული გინდა? მიდი ფული მიეცი. აი თქვენ ფულს ხედავთ? აი აქ არის პატარავ. მოდი და წაიღე. რა იყო ნაბიჯორო? მოდი წაიღე. იდიოტები, ორი ნაბიჯვარი. აი აქ არის. რა ჯანდაბაა? რა იყო, რა მოხდა? აი აქ არის. ახლა რა სიტყვით? ამას არავინ მოელოდით, არა? დამირეკე. ღმერთო ჩემო. ესეა მთელი სოფელი გაიტანე, მთელი სოფელი. იცოდი რომ ასე მოხდებოდა, არა? ჯანდაბა, გიჟინა ბიჭორი ხარ. შენნაირ ცხოვრებაში არ შევხვედრი ვარ, გესმის რაც გეუბნები, ძალიან მაგარი ხარ. ჯანდაბა. ნაბიჯრებო, სად მიდიხარ? ბოზებო. ხელი მოტეხე.
მიდი, ხელი მოტეხე, რაღაც უსტი. ფული აიღე. ძმაო, აქამდე ჩემი ცხოვრება არაფერი იყო. ნაგავში ვცხოვრობდი. ყოველთვის მეგონა რომ აქ ჩამოსვლით ბევრ ფულს შევიდი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ახლა კი ოცნება ამიხდა. და ეს შენი დამსახურებაა. მხოლოდ იმის თქმა მინდა რომ მიყვარხარ. არა, პირდაპირ სიტყვით არა, უბრალოდ ისე მიყვარხარ, როგორც იმას გულისხმობ, როცა მანქანის დისკები მანქანას ერგება. გესმის რას ვამბობ? ეს სიყვარულია. ჯანდაბა, ამაში ბევრი ფული გადავიხადე. რა მოგივიდა? უბედური შემთხვევა. ვინმესთან იჩხუბე? მოდი აქ. მოდი აქ. დაჯექი. ყოველთვის ასე ადრე დგები? ო, ბავშვებისთვის საჭმელი რომ მოამზადე. ბავშვებს კარგად უვლი. ეს ჩემი ვალია. არ მინდა რომელიმე მათგანი მკვლელი გამოვიდეს და ციხეში ჩაჯდეს. ან ქუჩის მებრძოლი იყოს. ოჯახი ყავთ, მისტერ ძვალო? ყავდა. რა მოხდა? რამდენი ხანია რაც ბავშვებს მარტო ზრდი? ენჯელი უკვე 3 წელია მყავს. რეჯინა წელიწადნახევარია. ჯარედი 1 წელია. ჯარედი სულ ფანჯარაში რატომ იყურება? მშობლების დაბრუნებას ელოდება. მე კი მხოლოდ ის ვიცი, რომ მამამისი ციხეშია. მაგრამ მას სადღაც დედაც ყავს. გმადლობ. დავინახე გუში როგორ ვარჯიშობდი. ტაიჩის პარკში მოხუცების აკეთებენ. ძალიან ლამაზია და გადუნებს. მოდი აქ. რაღაცას გაჩვენებ. კარგი. ეს ტაიჩია. ამას მიწოლა ჰქვია. მარჯვენა ფეხი წინ გადმოდგი. ხელი აქ დადე. ეს ხელი კი იდაყზე მომკიდე. ამას ჰქვია ხელებით მიწოვ, როცა გაწვევი უკან გადაიხრები. შემდეგ შენ მომაწექი. აი ასე. ხელებით მომაწექი. და უკან გადაიხარე. აი ასე.
მოვიგე. ახლა 5 წლის წინ გავედი. რატომ გარბი ხარ? იცოდე ფეხს მოიტეხავ. არ ვიცოდი, ჯეიმს, მე არაფერი გამიკეთებია. რა არ გაგიკეთებია? რატომ გარბი ხარ? ვიცი რაც გითხრა, ჯეიმს, მაგრამ გეფიცები არ გამიკეთებია. გეფიცები, ჯეიმს, გეფიცები არაფერი გამიკეთებია. მაშინ რატომ გარბი ხარ? გაჩერდი და დამელაპარაკე. იმიტომ რომ შენთან ლაპარაკის შემდეგ ყველა ქრება. შენ გონი ასეთი ვარ რომ ყველას ხოცავ? მონიკა ძალიან მეწყინა. შეგიძლია აძრომა შეწყვიტო. უკვე ძალიან ბრაზდებით. იცი რა? ჭანდაბა ჯეიმს. მანქანა დამისვარა, ახლა გავბრაზდი. კარგი წავედით. ჭანდავა. რა სახელია ძვალი? ძვალი უროთი უნდა გატეხო. ხომ ხვდები რას გეუბნები? მზად ხარ? ო, არ გაინძრე. მიდი იმნა ბიჭოს ჭკუა ასწავლე. შემდეგ კი სკოლის მოსწავლე გოგონებს მოგიყვან. ჰამერამისთვის მზად ხარ? რა თქმა უნდა, მაშინ წავედით. დავიწყოთ, გავანადგუროთ. ქალები სუნი გცემს? ჰა, შენ ჰამერი ხარ. ჰა. როგორ ხარ ჯეიმს? რა ხდება? ფული მოიტანე? ფული აქ არის და კომპანიას ელოდება. გადაითვლი? მოიყვანეთ. ჰამერმენი, უკვე აქ არის. გახსოვს ნაწილი, რომელსაც ყოველი ჩხუბის დროს ლაპარაკობ ჩემზე? რომელი? სახელი ძვალი, იმიტომ ქვია რომ ძლებს ამპრევ? ხო. აღარასოდეს თქვი. კარგით, ნაბიჭრებო და ბოზებო. თავარი ბრძოლის დროა. ახლა კი ნება მომეცით წარმოგიდგინოთ. პირდაპირ ჩონჩხების კუნძულიდან. მისი შესაძლებლობები ყველა მიცით. Empire Building-ის სიმაღლისა შეუძლია თვითმფრინავი ჩამოაგდოს ერთი ხელის მოქნევით და უმარცხებელი ცხოველი ჰამერმენი. მოიცადეთ. ამ კუთხეში კი ახალი მებრძოლია, რომელმაც უკვე წარმატებას მიაღწია. მებრძოლი, რომელიც მოწინააღმდეგეს ერთი დარტყმით იშავს, ვინც ძლებს ამტრევს ყველას, ვინც წინ აღუდგება. ორი ხელის პატრონი, რომლებშიც სიკვდილია, მას ჰქვია ძვალი, რადგან მშობლებმა ასე დაარქვეს. ძვალი. ახლა კი ცხოველებო. დაიწყეთ. მიდი პატარავ. ჭანდაბა. ძალიან მაგარი ბრძოლა.
გამარჯვებულია ძვალი, ჩემი მებრძოლი. ჰამერმენი კი დროა ისევ კოლეჯს დაუბრუნდეს. ძვალი ბოზებო, ახლა წავალ ფულს ავიღებ, ჩემს ფულს ავიღებ. გარიგება ასეთია, ფული უნდა ავიღო ბოზებო. ნაბიჭვარი ძვალი ძლიერია. რა შემიძლია რომ თქვა ჯეიმს? დღეს გაგვიმართლა. ხომ იცი გამონათქვამი. ყველა ძაღლს თავის დღე აქვსა. მგონი შენი დღე დადგა. ფრთხილად ფეხი, ჩემი ფეხი. ეს ჩემი ფეხია, ძალას ნუ დაატან. გამომართვე. მისტერ ძვალო, შესანიშნავი შოუ იყო. ასეთი რამ ცხოვრებაში არ მინახავს. თქვენს გამო ბევრი ფული წავაგე. გავიგე რომ ფული ბევრი გაქვს. თლად ასე არაა. რა ზეთყვით შენ და პუმბა რომ ჩემთან მობრძანდეთ და აღვნიშნოთ. შეგვიძლია დავილაპარაკოთ. მაპატიე ჯეიმს, რაღაც გეგმები გვაქვს. მოვალთ. კარგია. უჩინარობა თავდაცვაშია. გამარჯვება მხოლოდ თავდასხმაშია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. მიხარია რომ მოხვედით. ვიფიქრე ჩვენი ნახვა არ გაგიხარდებოდა, რადგან ბევრი ფული მოგიგეთ. ფიქრობ ადრე თუ გვიან ასე მოხდებოდა. არ ვიცოდი რომ საიდუმლო იარაღი გქონდა. საწოდავი ჰამერმენი საავადმყოფოშია და ფეხის დგივა. საყვარელო, მოდი ჩემი მეგობარი ძვალი გაიცანი. გუშინ ჰამერმენი დაამარცხა. სიტყვებით ვერ გადმოგცემ როგორ მყიდია. წამოდი, დავილაპარაკოთ. ასე ჩხუბისად ისწავლე. ხანაკ, ხანიკ. რაღაც მინდა გაჩვენო. ყოველთვის პატივს ვცემდი მებრძოლებსა და ბრძოლებს. მებრძოლის ცხოვრება ჩემი ცხოვრების სტილია, ღირსება და ადამიანობა. მებრძოლის სხეული ყოველ მხრივ სუფთა უნდა იყოს. სწორედ ამიტომაც არ ვსვამ და არ ვეწევი. ერთხელ ჩინგის ხანმა თქვა, დიდი სიამოვნებაა. მანამდე მოუღო ბოლო მტერს, სანამ ის მოგიღებს ბოლოს. გაძარცვა და უყურო როგორ ზიანდა. იცრემლებიან. მე ღმერთმა გამომგზავნა დასასჯელად. დიდი ცოდვა რომ არ გქონდეს ჩადენილი. ღმერთი შენს დასასჯელად არ გამომიშვებდა. ესეც ჩინგის ხანმა თქვა. ხედავ? მე ისეთი არ ვარ ქუჩაში რომ იბრძვიან. ეწევიან, სვამენ და ვიდეო თამაშებს თამაშობენ. და შენ? არც შენ ხარ ასეთი. იარაღებით ვარჯიშობ? დაიჭირე. ალბათ ახლა ფიქრობ, ამ იდიოტმა რა იცის ღირსებისა და ბრძოლის შესახებ. ბევრი არაფერი არ ვიცი. მაგრამ ვსწავლობ. მე მაქვს გზა, სურვილი და მიზანი. ძალიან მინდა შენნაირი ვიყო. ეს როგორ? ინტერნაციონალური მიწისქვეშა ბრძოლები.
რომლებზეც ყველაზე დიდი ფული კეთდება. სპეციალური დაჯგუფებაა, რომლებიც რა თქმა უნდა თავს არ ახმაურებენ და იმალებიან. ეს არის თამაში, რომელშიც მოხვედრა მინდა. ოდესმე ყოფილხარ? ფრანკლ მაკვეინი არ გაგიგია? არა. ფრანკლინი იარაღებით ვაჭრობს. ყველა ომი, რომელიც მომხდარა, ყველა მისი ბრალია. ყოველთვის ასეთი დიდებული არ ყოფილა, ის ერთი პატარა სირი იყო ლონდონიდან, რომელიც პისტოლეტებს ზანგებზე ყიდდა. ახლა ფრანკლინი ამ თამაშებს ატარებს. მას მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მებრძოლი ჰყავს. ლამაზ ბიჭს ეძახიან. მისმა ტანმა არ მოგატყუოს. რინგზე უკვე 4 კაცი ჰყავს მოკლული. ყველა წონით კატეგორიაში საუკეთესოა საუკეთესოთა შორის. მასთან რინგზე გასასვლელად $5 მილიონი საჭირო. შეგიძლია სახელი და სიმდიდრე მოიხვეჭო. პრაის თუ დაამარცხებ. მაკვეინს ჩემი ვალი აქვს. მინდა იგივე გაუკეთო, რაც შენ და პომბამ გამიგეთეთ. პრაისი დაამარცხე. და მდიდარი გახდებ. ამაზე ვიფიქრებ. რა საჭიროა ფიქრი? გითხარი ვიფიქრებ მეთქი. კარგი. იფიქრე. მაგრამ მინდა იცოდე, რომ არ მიყვარს, როცა უარს მეუბნებიან. რას ვიზამ, თუნდა შეეჩვიო. ამას ეძებ? არა. ჯერ ჩემთვის რაღაც უნდა გააკეთო. წამომყევი. ახლა? იმ კაცს ხედავ, ყოველთვის შენ რომ გიყურებს. მინდა რომ წადი შენი, არაფერსეც არ ვიზამ. რამდენჯერ გაგაფრთხილე სიტყვებს და უფიქრდი მეთქი. შენი დედაც. მოდი აქ. ხომ კარგად იცი რა შემიძლია. შემომხედე. შემომხედე მეთქი. კარგად იცი რა შემიძლია, ხო მართალია? და ისიც იცი, რომ ყველაფერს გავაკეთებ. ასე რომ ადექი და წადი და ის გააკეთე, რაც გითხარი. გამომყევი.
ჩემს სოლსა და შილს მოუფრთხილდი. And my kid. სწორედ ეს სიტყვები მითხრა. That's the last სიკვდილის წინ. he died. ვინ? შენ როგორ ფიქრობ? დენი. დენის იცნობდი? საიდან? ციხეში. ის ჩემი მეგობარი იყო. მაპოტი ამას რომ გიკეთებ, მაგრამ It's to you, but მოგიგე. მეგობარო. ამას შეხედე. ლამაზი სურათია. ეს ჩემი ოჯახია. ჩემი შვილი და ცოლი. მისი ნახვის შანსი არ მქონია, მაგრამ როდესაც აქედან გავალ, აუცილებლად ნახავ. ჩემს ძმას მაგონებ. brother. ნამდვილად? ძმა გყავს? ყავდა. ტყუპისცალი. რა დაემართა? ვიღაცამ მოკლა. Killed him. ეგონა რომ მე ვიყავი. ჭადრაკი. მოდი აქ. ყველა პატიმარი საკანში შევიდეს. წადი, ჩაკეტე, საკანში დაბრუნდი. აქ მოდი. ერთი რამ მითხარი. ეს ის გოგოა დენიმ რომ თხოვა მიხედეო. სიკვდილის წინ ხომ ამას თხოვდა. დენ. დაგავიწყდა რომ შვილი ყავს. ნუ გამკითხავ მეთქი. ასეთ მდგომარეობაში სწორედ დენისა და ჩემი შვილის გამო ვარ. ვიცი რომ ჯეიმსმა დააჭერინეთ ჩემს დასათრებად. ვიცოდი რომ თუ ვერ მომიპოვებდა. შვილსა და დენის მოკლავდა. ყოველთვის მჯეროდა რომ დაიღლებოდა და გამიშვებდა. და ჩემს შვილს ვიპოვიდი. მაგრამ ეს მხოლოდ სიზმარში ხდება. არ ვიცი ჩემი შვილი სად არის. არც ის ვიცი ცოცხალია თუ არა. ცოცხალია და ისიც ვიცი სად არის. So let's get ახლა თავი მოიწესრიგე და შენ შვილთან წაგიყვა. your son. აი რისთვის არის თურმე ეს ყველაფერი. შენ ჩემი თეთრი რაინდი ხარ რომ გადამარჩინო არა? თეთრი რაინდის რა გითხრა? ფილმი გახმოვანებულია geo.saitები.gis მიერ. კარგი, ახლა გაიღიმე და თავი ისე დაიჭირე თითქოს კარგად გავერთეთ. კარგია. მაშ
ფიქრობ ორგანიზაცია მომეწონება. როგორც ჩანს გამხიარულდი. რა თქმა უნდა. ნამდვილ მამაკაცთან დაწოლა კარგია. მისმინე. თუ დაიღალე მისით. ნება მომეცი მე წავიყვანო და ხელები გაგიწმინდო. შეიძლება ასეც მოხდეს. ეს იმაზეა დამოკიდებული ჩემთვის რას გააკეთებ. რას ფიქრობ? შენი ბარგი ჩაალაგე. ცოტა ხნით ძვალთან ერთად წახვალ და შენი წამალი არ დაგავიწყდეს. ამაზე კი მოგვიანებით ვილაპარაკოთ, კარგი? კარგი? სად მიყავარ? ისეთ ადგილას, სადაც ისევ ერთად იქნებით. კარგი. აბა რა ხდება? ამას ხედავთ? ეს ყველაფერი ჩემია. ყველა ქვა, ყოველი მინდორი. შეხედე როგორია. ბნელი და ზიზღით სავსე. აქ ყოფნა აღარ მინდა. ეს ხომ ანონიმურია? რა თქმა უნდა, სერ. კარგია. ჩემი შვილი. მისი ნახვა მინდა. ჯერ უნდა გამოგეთდე. აქეთ მოვდანდით მის. ძვალო. დიდი მადლობა. მიხარია შენი ნახვა, ჯეიმს. ხშირად უნდა მესტუმრო. გავიგე გოლფის თამაში გისწავლია. ხო. მაგრამ სამწუხაროდ პარტნიორი აღარ მყავს. შენ ხომ ჩემი მეგობარი ხარ, ამის პრობლემა არ იქნება. შენ სვიზიც რას უნდა ვუმადლოდე? $5 მილიონი. რისთვის? მინდა პრაისთან ბრძოლა გავმართოთ. ესე იგი გინდა უკვე რომ დიდების მაგიდას მოუჯდე. მე ბრძოლი მყავს. ნამდვილად კარგი მებრძოლია. იმედი მაქვს ჰამერმენზე არ ამბობ. ის ხომ არაფრის მაგნისია. არა, ეს ახალია, საუკეთესოა ვინც მინახავს. პრაისის შხუბი ნანახი მაქვს. ჯეიმს, ეს ასე ადვილი არაა. ასეთი ბრძოლები კერძო შეკრების დროს იმართება. ამაზე კი კომიტეტი ერთად უნდა შეთანხმდეს. კარგი რა, ფრანკლინ. ყველაფერი იმის შემდეგ, რაც შენთვის გავაკეთე? ესე იგი მთხოვ რომ თავდებში დაგიდგე? ჯეიმს, ამ საქციელში სასაცილო ის არის, რომ ხანდახან ასეთი ხალხი სისუსტეს ავლენს ძლიერების ნაცვლად და მე შემიძლია ეს საქციელი სანანებელი გამიხდეს. ამის შემდეგ კი ეს შენთვის თვითმკვლელობას ნიშნავს. გარდა ამისა, შენ განსხვავებული ადამიანი ხარ. რა გესაქმება ბებერ თეთრკანიანებთან?
იგივე მიზეზი რაც შენ. Stuffy old white guys. ძალაუფლება, Connection. კავშირი. But let's keep it real. რეალურად ვისაუბროთ. მე სხვანაირი ვარ. Just shucking and სხვანაირი ცხოვრებით ვცხოვრობ. crib walking back. კალათბურთს ვთამაშობ, ცეკვავ, მღერი და ასევე შენს ნაგავს ვიშორებ. That's შენთვის სწორედ ეს ვარ. მართალი ხარ. შენ აფრო-ამერიკელი ხარ. African American. მე და ჩემ მეგობრებს My friends, for the most part, აფრო-ამერიკელები არ გვაინტერესებს. African Americans. Quite თქვენით უბრალოდ ვერთობით. pained by you. თქვენი თამაშებით, აკრობატიკით, კალათბურთით. მინდა გითხრა და მომისმინე. ვერთობით და მეტი არაფერი. მაგრამ კიდევ რეალურად რომ თქვა, თქვენგან სარგებელი არ გვაქვს. გესმის? სიმართლე ვთქვა, ჯეიმს. შენს მაგიდასთან საჭმელად, შენს პიტბულებს უშვებ? ყველაფერი გასაგებად ჩამოგიყალიბე? I have another theory. ამ თემასთან დაკავშირებით სხვა თეორია მაქვს და ახლავე მოგიყვები. I imagine 700 რამოდენიმე ასეული წლის წინ შენნაირი ძლევამოსილი ხალხის ჯგუფი were out conquering. ჩვენს ქვეყანას ესტუმრა. So they get to Africa. აფრიკაში ჩამოვიდნენ. Pretty good about that. თავს კარგად გრძნობდნენ. მანამ სანამ ჯუნგლებში მორბენალი მხეცები არ შეამჩნიეს. That is მანამდე სანამ მათმა ძმამ ტყავი მიწაზე არ დატოვა. and then these ეს ძლევამოსილი ხალხი საფიქრებელში ჩავარდა. come face to face შიშ თვალი თვალში გაუყარა with one of life's და მალე საკუთარი ძმის ბედი გაიზიარა. მოდი საქმე შევუდგეთ და ესმითი დავანგრიოთ. that myth right here and now. დავიწყოთ. კარგი ჩემო მეგობარო. რამეს მოვახერხებ და ბრძოლას მოვაწყო. მაგრამ იცოდე თუ ამ ხალხის წინაშე შემარცხვე. ამ ბნელ ქუჩებშიც კი ვეღარ გაივლი. For you out there on those streets. გასაგებია? Clear. ყველაფერი გასაგებია. სამ დღეში კომიტეტის დანარჩენ წევრებს უნდა შეხვდე და ბრძოლაც მაშინ იქნება. შენი მებრძოლი 2 დღეში მზად უნდა იყოს. მზად იქნება. მოიცა. ამ კაცს ვიცნობ. იცნობ? მისი სახელია რობერტო. ბავშვებს ეხმარებოდა. რობერტოზე გაიგე? ხო. დავინახე. საცოდავს ძაღლები მიასიეს. ძაღლები მიასიეს. ხორცის ნაჭერივით ხეჭავდნენ. მე უბრალოდ არ მესმის ეს რატომ ხდება. არ მესმის. დაფიქრებული ვარ. ყველაფერი კარგად იქნება. მისტერ ძვალო, თქვენი ნახვა უნდათ. წამოდი პატარა წავიდეთ. კარგი ბავშვია. ყოველთვის მინდოდა შვილი მყოლოდა. I gotta call you, Pimp. ცოტა ხანში სულ ეს დაგიძახებ. I give you my best girl. 2 დღის წინ ჩემი საუკეთესო გოგო მოგეცე. ახლა კი ვიღაც მსუქან ძიძასთან გხედავ. აქ რას აკეთებ?
უკვე დაიწყო ძმაო. დაიწყო. რა დაიწყო? The fight. ბრძოლა შენსა და პრაის შორის. Price. You put the money. ფული უკვე დადე? 5 $5 მილიონი. მაგრამ მე არ მithქვამს რომ ვიბრძოლებ. რა თქვი? გითხარი რომ დავფიქრდებოდი. დავფიქრდი. და გადავწყვიტე რომ არ ვიბრძოლო. შენ რა მეხუმრები? $5 მილიონი. უკან გამოვართვი. უკან გამოვართვა? გამოვართვა იცი? რამ ხელა შარში მხვევ? You are getting me in. ფიქრობ ჭკვიანი ხარ. შენ იბრძოლებ. Fight. კი ნაბიჯვარო. You are in that fight. აუცილებლად იბრძოლებ. Somebody's ან ვიღაც მოკვდება. მართალი ხარ. და ეს ვიღაც შეიძლება იყოს. არა. დაწყნარდი და უკან დაიხიენა ბიჭორო. მომისმინე. მინდა რომ ფული გამომართვა, ბავშვები წაიყვანო და სასტუმროში წახვიდე. მათ მე ვჭირდები, აქ უკვე საფრთხე გემუქრებათ. კარგი. მაგრამ როცა დავბრუნდები წახვალ. ყველას დაურეკე. მინდა რომ ყველა ჩვენიანი 15 წუთში იარაღით ხელში გამოცხადდეს. Get bone, get pimp. ძვალი პუმბა და ის ბოზი მომიყვანეთ. The nanny. ყველას დავხოცავ. All of them motherfuckers. ყველას. საზამთრო სუნი აგდის. სად არის ძვალი? როცა ბოლოს ვნახე, დედა შენთან შედიოდა და ხელში 1/5 პრეზერვატივი ეჭირა. ხუმრობს კიდეც. შენ რა გონია ეს ყველაფერი ასე შეგრჩება? ასე არ თამაშობთ. არა. საჯანდაბაშია ძვალი. სად არის? ძვალო, მოიცადე. სად არის ძვალი? სად არის მეთქი ძვალი? სად არის მეთქი ძვალი? სად ჯანდაბაშია ძვალი? სად არის მეთქი ძვალი? ჯანდაბა იარაღსაც ისე კარგად ისვრი როგორც ჩხუბობ. არ გინდა მითხრა რა ჯანდაბა ხდება. წამოდი და პოლიციის განყოფილებაში ვილაპარაკობ. კარგი მოგვიანებით იყოს. ახლა კი ადგომაში დამეხმარე. ჯეიმს. ეს გოგონა ამბობს რომ იცის ანჯელასაც წაიყვანა. ხო, დავინახე როგორ მიიყვანა გამოსასწორებელ ცენტრში. გამოსასწორებელ ცენტრში? ხო, რაღაც მაგდაგვარი. ძველად მისმედ გამგზავნეს. გოგო იქ არის.
ანჯელა. ანჯელა ადექი. რა ხდება, ბოზებო? არ გაინძრეთ, თორემ ყველა სტრაკებს დაგიხვიდავთ. ტელეფონები აიღე. ის ბოზი უკვე აიყვანეთ? კი, ავიყვანე. ძვალო, ახლა კი შენთან მოვდივარ. ჯანდაბა. კარგი ნაბიჯორო. ეგრე იყოს. რა გინდა? თამაში გინდა არა? ახლა კი ვითამაშოთ და ლიდერს გაყევი. უნდა რომ გავყვეთ. ხო, და მგონი ვიცი სად. ფრანკლინ. ჯეიმსი ვარ. ბრძოლა ამ ღამით უნდა შედგეს. საღამომშვიდობისა, სერ. აქეთ მობრძანდით. მისტერ ძვალო, მიხარია რომ შემოგვიერთდით. როგორც გითხარი, იბრძოლებ. და ჩემს ფულს უკან დამიბრუნებ. და თუ არ ვიბრძოლებ, მოკვდები. ქალაქში დაუბრუნდები და ძიძას მოვკლავ. შემდეგ იმ პატარა ბავშვებს და პუმბასაც. გული გეტკინება. შემდეგ კი ანჯელასაც მივხედავ. ისევე როგორც რობერტო მოკალი. მაგ იდიოტმა ბებერმა ბევრი ლაპარაკი იცის. ჩემი მეგობარი დენიც იმიტომ მოკალი და ციხეში არაფრის გამოჩასვი. დენისი ცნობდი? ესე იგი ამის გამოა. დენი და ანჯელა. ის იდიოტი იყო. ანჯელას არ ემსახურებდა. ახლა გაჩვენებ ჩვენ როგორ ვერთობით. ან იჩხუბებ, ან მოკვდები. ჯეიმს, ბევრს ლაპარაკობ. მართალია. კვლელობის შესახებ მინდა გაგაფრთხილოთ ქალაქის აღმოსავლეთით, კერძო საკუთრებაში. დიახ, ახლავე ვიდეოს გამოგიგზავნით. მისტერ ძვალო, მზად ხართ ბრძოლისთვის? და თუ არა, მაშინ ადგილზე ვექცემ. კიდევ უნდა გაგიმეორო? რატომ არ გამოიცვალე? ამისთვის?
ცუდი არა? გამარჯვებულია პრაისი. შენა ბიჭორო. ჯეიმს, შენი დედაც. ოჰარა. შენ მოგვიანებით გნახავ. არ გაინძრეთ. პოლიცია! პოლიცია, ყველანი ადგილზე დარჩით. თუ დავეცემი, შენც დაეცემი. ვნახავთ. ძვალო, როცა გამოვალ, გახსოვდეს რომ ოჯახი გყავს. დამიჯერე. დამიჯერე ნაბიჯორო. გინდა დედიკო ნახო. მიდი პატარა.
აღარასოდეს დაგტოვა. აღარასოდეს. მახსოვს გითხარი რომ უნდა წახვიდე, მაგრამ შეგიძლია დარჩე. არა, შენ მართალი იყავი, მე სახიფათო ვარ. შენ ხომ იცოდი რომ ბიჭუნა სულ აქია. და ვინ იყო დედამისი? გაცილებით ადრე ვიდრე ჩემს კარზე დააკაკუნებდი. მე ფული მივიღე კონვერტით თქვენთვის. მას არავინ ეძებს. I'd like Angela to მინდა აქ ანჯელა ჯარეთთან ერთად დარჩეს. after she gets cleaned up. თუ წინააღმდეგი არ ხარ. რა თქმა უნდა არა. ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთე რომ პირობა შეგესრულებინა? პირობას ყოველთვის ვასრულ. უნდა წავიდე. მადლობა. წაგიყვანო? არა. ფეხით გავევლ. ცხოვრება ქალაქში გრძელდება, არა? ხო, დარწმუნებული ხარ რომ დარჩენა არ გინდა, ბევრ ბრძოლებს მოვაწყობ და ფულს ვიშოვით. არა. კიდევ ბევრი საქმე მაქვს. ფილმი გახმოვანებულია geo.saitები.gis მიერ. Shit on my shank, motherfucker. Fighting to the death, and I'm killing everyone till there's no one left. This is just a test, but I had to show y'all who really was the best. Fear, ain't no fear in here. I just came here to win, don't care if you cheer. Got my life on the line, if you want it, I'm here. I came here to fight, I smell blood in the air. Now boom, got started, now it's blood everywhere. In the street, dirty money, don't nobody care. And revenge is sweet like an apple or pear. Y'all could have had everything, but now boom, here I'm in the belly of the beast. Fighting in the street, only the strong
punishment of God. And I came to set you free. Come on. Fear. Ain't no fear in here. You might have to kill a stranger or have to kill a friend sometime. I don't know where it begin to end. If your friend is your enemy, then who is your friend? What they say, your best friend come from within. I ain't trying to pretend. They done put it to the end. They call me misery. Misery the company. Keep the crowd up a day. Like they bodies rubbery. I'm open so you cover me. There's no other me. I give you a lobotomy. If you try to step to me, you living in my shadow. He that stepped to me, burn eternally exciting. I'm writing and fighting. My style is kicking you in your chest like lightning is bone.